TV11 ფესტივალი რესტორაცია დივანი და ჩაის ქართული ბრენდი გურიელი წარმოგიდგენთ. გამარჯობათ პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რადგან ბატონი დავითი აქ ბრძანდება მინდა მადლობა უთხრა იმის გამო რომ სკოლაში სწავლის დროს ყავდა არაჩვეულებრივი ინგლისურის მასწავლებელი ქალბატონი ლილი მენაბდე და მეგონა რომ ასეთი კარგი მასწავლებელი აღარასოდეს აღარ შემხვდებოდა ჩემი ცხოვრების გზაზე და აღმოვაჩინე TV11-ზე გადასარევი შესაძლებლობა ნუ სწავლა მართლა სიკვდილამდეა და არა სიბერემდე როგორც ქართველები ამბობენ მე ეს არ მომწონს იმიტომ რომ მინდა რომ ბოლო წამამდე ესე იგი სწავლობდე სულ სწავლის პროცესში იყო და ძალიან მიწყობს ხელს ამ ხრივ TV11 დავით გოგიჩაიშვილი რომელიც მართლა მამეთს ადინებენ და გინდა არ გინდა სწავლობ ეს პროცესი გრძელდება და ან დიდი მადლობა დავით სადახარ არ ვიცი რაც შეეხება უღმესი მადლობა მოკლედ სხვა სხვებსაც ვეკითხები რამდენად მოწონთ და მართლა ძალიან სასარგებლოა თან სწავლა თან გართობა აი გადასარევი სისტემა იცით რომ საგანმანათლებლო სისტემებში გვაქვს სერიოზული პრობლემები და მე მგონი აი გადასარევი გამოსავალი მოძებნეს რაც შეეხება დღევანდელ თემას ესე იგი ტყუილსა და ინფანტილიზმზე მინდა რომ ვისაუბრო მაგრამ სანამ ესე იგი დაიწყებოდა ჩაწერა მკითხა რომ აი როგორ წარგადგინოთო და ესე იგი მე უთხარი მარტივად რომ ხო რაები ჩამოვთვალოთ მე უთხარი მარტივად როგორც მწერალი და მინდა გავიხსენო შემთხვევა რომ ცოტა ესე იგი გახალისდეთ ასე თქვა და თან პირდაპირ კავშირშია ჩვენ თემასთან იმიტომ რომ მე რაზეც ვილაპარაკებ აუცილებლად იქნება შედარებები ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირის შორის ანუ ჩვენს მომავალსა და ის იმედიც გვაქვს და ჩვენს წარსულს შორის ასე თქვა სადაც ჩვენ დავიბადეთ და ნუ რაღაც ნაწილმა მაინც ყველას ეს არ ეხება ბუნებრივია მაგრამ აქ არიან ადამიანები რომლებიც ჩემსავე დაბადებულები არიან საბჭოთა კავშირში ანუ საბჭოთა საქართველოს პერიოდში იყო ასეთი შემთხვევა, ესე იგი ჩემი ერთ-ერთი კრებული, მოთხრობის კრებული, დაიბეჭდა რუსულად, ნუ ძველ ამბავს ყვები და მოსკოვში უნდა ყოფილიყო ამ წიგნის პრეზენტაცია. და შეიძლება ახალი თავისუფლადანება არ იციან, არის ესეთი გაზეთი იზვესტია, ნუ უფრო ზემა იციან, დღემდე არსებობს ეს გაზეთი და აი ამ გაზეთ იზვესტიას ჟურნალისტმა დამირეკა, ესე იგი მოსკოვიდან და ესე იგი მითხა, რომ აი მე თქვენი წიგნი უკვე წავიკითხე და ვაკეთებთ, ესე იგი მიმოხილოს ასე ვთქვათ რევიუს ტიპის რაღაც სანამ პრეზენტაცია იქნება მოსკოვში უნდა ყოფილიყო პრეზენტაცია და ესე იგი აი მომართა დაახლოებით ისე როგორც ანდრომ მომართა და ეს იყო ძალიან ზე კულტურული ადამიანი მე არ მომისმენია სხვადასხვა არასოდეს ასეთი რუსული იმიტომ რუსები მოგეხსენებათ ძალიან ხშირად სლენგს ხმარობენ და ბილსიტყვა არ ითვლება ხო იცით რუსეთში უზდელობად ჩვენგან განსხვავებით და ამიტომ ეს საკმაოდ ესე განსხვავდება მათი საკომუნიკაციო რუსული ლიტერატურული რუსულისგან რომელიც არაჩვეულებრივია ნამდვილად ხო რამდენიც უნდა დავბომბო მაინც უნდა ვაღიაროთ რომ ლიტერატურა ნამდვილად კარგი აქვს რა ვქნა ახლა მე ტყუილის თქმა არ შემიძლია ამაზე ვარ მოსული ხო და მოკლედ აი ეს ქალი უბრალოდ რო უსმენდი აი მართლა გავაუგნი იმიტომ რომ ასეთი არსად არ მომისმენი აი ალბათ დიმიტრი ლიხაჩოვი თუ ლაპარაკობდა ასეთ არ ვიცი ვინ სხვა და არ ვიცი თვითონ ტოლსტოი თუ ვინ ლაპარაკობდა ასეთ არ ვიცი მოკლედ მე პირველად მოვისმენი ასეთი კულტურული ასეთი ესე იგი ასეთ მეტყველი ეს ქალბატონი ნუ და აი ყველაფერს რო გზნობ ხო იცით ერუდიცია განათლება კულტურა ყველაფერს ერთად გამიხარდა ხო იცით ხა მაინც იმ ქვეყნიდან საიდანაც ბომბები მახსოვს ზირთად უცებ ასეთი ესე კულტურა და და ამ კალმა მკითხა ბოლოს ბევრი რამე მკითხა და ბოლოს მკითხა რომ როგორ დავწეროთ თქვენ შესახებ აი ჩამონათვალი რომ გავაკეთო ესე იგი დრამატურგი ესეისტი პუბლიცისტი ასე შემდეგ მე უთხარი რატო არ თულებთ მეთქი ქალბატონო ისა დაწერეთ პიშიც უსულოდ უთხარი რა თქმა უნდა პიშიცე პროსტა პისაწელ ხო და უცებ ეს რომ უთხარი ესე იგი ანუ დაწერეთ უბრალოდ მწერალი მეთქი უც რომ გაჩუმდა ესეთი პაუზა გააკეთა და აი ამ ზე კულტურულმა ჩემთვის აი ყველაზე რაც კი შემხვედრია ქალბატონო უცებ აი პაუზის მე პირდაპირ მითხრა ვიშტო ახუიელი აი ესე მითხრა у нас ასეთი ფრაზა მოვაყოლა у нас писателями считаются Толстой, Чехов и Достоевский ხო და მე გამახსენდა რომ რაღა უნდა მეთქვა და ესე იგი განსხვავება ესე იგი აი საბჭოური რუსული გავლენა ეს არის რომ წერალი ასე ვიზრდებოდით ჩვენ რომ წერალი იყო ადამიანი რომელიც სადღაც ღრუბლებთან იწვა ну ჯინსები ნახდათ არ ეცვა აუცილებლად კოსტუმი აუცილებლად რაღაც საქაღალდე პაპკას ეძახდნენ მაშინ აუცილებლად მოწმობა რომ წერალთა კავშირის წევრი და ასე შემდეგ ანუ წერალი იყო ის ადამიანი კი არა როგორც ეს დასავლეთში ევროპაში და სხვაგან რომ წერალი არის ადამიანი რომელიც წიგნებს წერს სულ მარტივად არის საქმე როგორც მაგათად პროფესორი ხო დასავლეთში ვინ არის პროფესორი ვინც ლექციებს კითხულობს და საბჭოთა გამოცდილება სულ სხვა იყო პროფესორი რომ გამხდარიყო ანუ ტიტული რომ მიგეღო წერილის ან პროფესორის აი უნდა დაგეწერა დისერტაციები, სადოქტოროები, რაღაც, ნუ ბევრი ტერმინები იყო და
ამას მე თარგმნიდი ქართულთაც არ ხერხდებოდა გახსოვთ ალბათ უფრო მოსკოვში უნდა გაგეგზანა ოღონდ ამ ნაშრომებთან ერთად გოჭი კონიაკები ნუ აი თელი პროცესები იყო და მე მოგანიჭებდა ამ ტიტულს და ესე იგი შეიძლება შენ ცხოვრებასთან შენი ცხოვრების წესთან საქმეებს არანაირი კავშირი არ ქონდა ამ ტიტულს მაგრამ შენ ტიტული ქონდა ანუ ტყული ბოდიში და იქიდან უკვე იწყებოდა ჩემთვის ეს ადამიანები რომელსაც ტიტულები ქონდა შეიძლება სულ არ წერდნენ წიგნებს მაგრამ წერლები ერქვათ იმიტომ რომ მოწმობები ქონდა და ასე შემდეგ ტყულზე მინდა რომ ვილაპარაკო საიდან იწყება მე მგონი რომ ტყული ესე იგი გარემო სადაც ჩვენ ვიზდებით და ვიბადებით მაშინვე იწყება ესე იგი ტყულში ცხოვრება ნუ თავისთავად ხო რაღაცას რომ ტირი და ესე იგი საკვების მაგივრად რაღაც დანადგარს ჩაგიდებენ პირში თავისთავად პირველი ტყულია მე მახსოვს ესე იგი ჩვენი უფროსი შვილი რო გაჩნდა უყვარდა ძილის წინ ზღაპრების მოსმენა ეს მახსოვს რომ ესე იგი ჩვენ მარტივი გამოსავალი ჩვენ გვეზარებ ახლა მშობლებს ბუნებრივია რომ ბავშვთან ახლა დრო უნდა ხო იმას მარტივი გამოსავალი მოუძებნეთ მოიტანა ჩემაც რომ მაშინ კასეტები იყო და ეს კასეტები ჩაწერეს ზღაპრები და ჩაურთავდით ერთხელ უნდა შესვლა მარტო იმიტომ რომ ანუ დიდხანს ურთიერთობა აღარ გჭირდებოდა რა მარტივი ტყული იყო გამოსავალი და ერთ-ერთი შეხვიდო და ამოვატრიალებდი თუ რევერსი და ის არ ქონდა კასეტას და ეს იყო ის უსმენდა და მე იძინებდა მაგრამ მე მახსოვს აი ჩემი ესე იგი როგორი საიდან დაიწყო ესე აი პირველ სიყვარულთან ერთადაც იწყება ტყული მაგალითად ეს მახსოვს რომ აი მაგალითად თქვენს ალბათ გაგახსენებთ აი კინოში წიგნებში ხო აი შეყვარებული ხარ ხო აი რამდენჯერ ყოფილიყოთ შეყვარებულები და მივდივართ სადღაც მივსეირნოთ ხო და ან ქარი ამოვარდა ან წვიმა წამოვიდა გაიხტი რაც გაცვია პიჯაკი იქნება თუ პალტო თუ რა რაც გვეცვა ხოლმე და უნდა მოახუიო იმ გოგოს ხო ვისთანაც მიდიხარ მე ესე იგი აი რამდენჯერმე ყოფილიყო შეყვარებული და არასდროს არ მქონია შემთხვევა რომ ესე იგი იმას უფრო ციოდეს ვიდრე მე მაგრამ ესეთი შემთხვევა არ მქონია მეცაც მაგრამ ეს ხო ვიცოდი აი წიგნები და ანუ მე კინოდან მაგალითად რომ აუცილებელი რომ თუ კაცი ხარ ესე იგი იმას უფრო ცივა ანუ შენ ამას კარნა ხოლმე რომ ის არის სუსტი სქესი რო გვიკვირს ახლა მე ბრაჟობ ხოლმე ჩვენი ზოგჯერ ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში ამბობენ ხოლმე რომ აი ქალებს უწოდებენ ისო ნერვები მეშლე მაგრამ ვიხსენებ საიდან მოდის ეს ბავშვობიდან საიდანაც გეჩვევი რომ ის სუსტი სქესი უნდა გაიხალ მე ეგეთი შემთხვევა მართლა არ მქონია არ ვიცი ვიღაც თუ შეხვდა სუსტი ქალი მე სუსტი ქალი საერთოდ არ შემხვედრია საერთოდ არ ვცნობ ამ ტერმინს და მაგალითად დღემდე მე და ჩემი ცოლი ესე იგი 23 წელია ერთად ვცხოვრობთ ესე იგი ერთი ოჯახი გვაქვს შექმნილი და მას უცხელა და მე სუმცივა ახლა რაც შეეხება ამ ტყულს რომელიც მე ვფიქრობ რომ არა მარტო ესე იგი არა მარტო სუბიექტური ფაქტორების გამო არის ჩვენ რომ აი მიჩვეული ვართ არამედ მე მგონია რომ აი ობიექტურადაც რა საბჭოთა კავშირი რატო აღმოჩნდა მე მგონია რომ აღმოჩნდა მართლა აქილევსის ქუსლი ჩვენთვის ანუ მოვაგდეს აქილევსის ქუსლში სადაც ადამიანები ახლა წამოდი რამხელა დედამიწის მეექვსედი იყო თუ არ ვცდები და 120 მანეთი მინიმალური საარსებო ყველას ჰქონდა ამის სანაცვლოდ სახელმწიფო შენ არ გთხოვდა არაფერს განსაკუთრებულს შეგვიძლია რომ წამოწოლილიყავი მთელი ცხოვრება გაგეტარებინა უსაქმოდ მაგრამ შენ ყოველთურად გადაგიხდიან ხელფეს ანუ ეს იყო მართლა აქილევსის ქუსლი იმიტომ რომ მე ჩვენ როცა აღმოჩნდი ჩვენი შესაძლებლობის ეს ამარა დამოუკიდებლად რომ აღვადგინეთ აღმოჩნდა რომ ეს მთავარი უნარჩვევები რომელიც სჭირდება შრომას, სწავლას, კონკურენტულან გარემოში ცხოვრებას ეს დაკარგული გვაქვს ანუ ეს დავკარგეთ იმიტომ რამდენიმე ათეული წელი ჩვენ გვეუბნებოდნენ საიდან მოდის ეს ინფანტილიზმი რომ შენ კაცო ხარ ბავშვი შენს მაგვირა ზემოთ ფიქრობ სხვა და შენ მთელი ცხოვრება ეჩვევი ამას რომ შენზე ვიღაც ზრუნავს თქვენ ვერ ნახავთ დედამიწაზე ქვეყანას სადაც ესე იგი სკოლა დამთავრებული უკვე დასრული ასაკის ადამიანები გამოცდებს რომ შედიან გარეთგან მშობლები და ნერვიულობენ სიცხეში ხო ეს ხდება პაპანაკება ზამთრში ეს არის დაუჯერებელი ამბავი ანუ ის ბავშვი სასწრაფოდ კი არ უშვებს მშობელი რატომ მიყვება რომ ეს არ არის იმ ბავშვის არჩევანი ხო აი ტერმინოლოგიას დააკვირდით როგორ ტერმინოლოგიას ხმარობთ ხო რომ წელს ვამთავრებთ სკოლას რო ეკითხებით რა შვებით სახში როგორ ახათ ბიჭი როგორ რა ქვია გოგომ რა ქნა წელს ვამთავრებთ სკოლას ან გაისად ვაბარებთ ანუ ხოლობით რიცხვში და მესამე პირში ამას არავინ არ გეტყვის დედების უმრავლესობა ამბობენ რომ ეს ჩვენ ვართ ანუ ჩვენ მივაჩვიოთ რომ ჩვენ ერთად ვართ ის ბავშვი ცალკე ადამიანი არ არსებობს მე ვარ ეს ერთხელ მოვყევი პირდაპირ ეთერში მაგალითი რომელსაც მოყვება ძალიან დიდი გამოხმაურება მაგალითი როგორი იყო ეს ქართული ინფანტილიზმის მაგალითი რომ ერთმა ნამდვილი ამბავი ვიცი რომ ერთი გოგო რომელიც გათხოვდა ესე იგი პირველი ღამე რომ უნდა ქონოდა თავის ისა მომავალ ქმართან დახვდა დედამთილი რა ესე იგი ლოგინში პირველ ღამეს შუაში ესე ჩაწოლილი დედამთილი ზამთარი იყო და იმ ქალმა უთხრა აი ცოტა გაგითხოვთ ლოგინს და წავალო ნუ რასაკვირველი არ წავიდა ხა მე წავიდოდა და ნუ ამ გოგო მიიღო ძალიან დიდი ისა რა ქვია სტრესი ბუნებრივია და მე ეს რომ მოვყევი მე იმდენი ადამიანმა მომიყვარო ეს ჩვენს ანუ უამრავი შემთხვევა ყოფილა მე მეგონა ერთი გამონაკლისი იყო რა მოვლენა ეს იგი რატო აღმოჩნდა დედა ესე იგი შვილისა და რძლის პირველ ღამეს სარეცელზე იმიტომ რომ დედისთვის არ იზრდება ეს საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა რომ
არ იცდება, ის სულ ბავშვია. ანუ მის დაცვად ხო სულ დედა აკეთებს ყველაფერს. ისწავლობდა, გაკვეთილს მეცადინეობდა, პიონერთა რიგებში ის შევიდა, ყველაფერი დედა. ცოლი რომ მოიყვანა, კაცო, იფიქრა დედამ, ლოგიკურად იფიქრო. ესე იგი, ყველაზე ძიმე მომენტში ხო არ მივატოვებ, ანუ შეიძლება რაღაცა ვერ ივარგოს, უცებ დაიბნეს, ინერვიულოს, ხო იცით, მაინც სანერვიულო პირველი ღამე. და მე ვინ უნდა ყავდეს იქ თუ არა დედა? და დახვდა იქ ეს თურმე ბევრი შემთხვევებია სხვა. არ არის ისა ცალკეული და გამონაკლისი შემთხვევები. მოკლედ ეს მე ხშირად მემართება ხოლმე, მაგალითად მირეკავენ გიორგისაც შეიძლება აქვს ეს შემთხვევები და აი მეუნებიან რომ ის რა ქვია, ჩემმა ბავშვმა ლექსები დაწერა და მინდა რომ წიგნი გადმოგცეთ. და მე სულ ვფიქრობ ისა რა ქვია, ადრე ვფიქრობდი რომ ალბათ რომ მეუნებიან რომ ბავშვმა ალბათ პატარა ბავშვია, რა ვიცი, ან ბაღშია, ან სკოლაშია და ეხლა მარტო არ უშვებენ რომ ან მანქანა არ დაეჯახოს და ამიტომ უნდა რომ დედასთან მამას მომიტანოს ეს წიგნი. და ერთხელ კითხეს ხოლმე ბავშვი რამხელა, ესე იგი რატო თვითონ ბავშვები არ მეკონტაქტებიან? 34 წლის არისო. მე ვთქვი რანაირად 34 თვითონ დამირეკოს და თვითონ მომიტანოს. ხო ვიცი, ანუ ბავშვის დედისთვის არ იზრდება. საბჭოთა კავშირში ესე იგი ადამიანი არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი. მე დედა ეხა არ ვცხოვრობ ჩემს ხო 14 წელს ვიყავი სახელდავრო წავედი, იმიტომ კი რომ რამეს მიშოვდა დედა ჩემი და მამა ჩემი გადასარევი ის ვყავდა რა ქვია, ბავშვობა მქონდა და გადასარევი შოლემ ვიყავდა, მაგრამ მინდოდა რომ დამოუკიდებელი გამختارიყავ. მე სხვაშორის კარგი ხანს ვამაყობდი, რომ აი 14 წელს სახელიდან წავედი და აღმოვაჩინე რომ ბობ დილანი იმავე ასაკში 8 ჯერ იყო უკვე სახელიდან წასული და იმის მერე ამით აღარ ვამაყობ. მაგრამ დედაჩემთან რომ მივიდოდი ხომ, ჯერ დედაჩემ სულ გონია რომ შიერი ვარ, აი ეს სულ რომ მირეკავს, მე გითხე დედა შიერი ხარ? არ ვარ დედა შიერი. ანუ მას გონია რომ მე ისევ პატარა ვარ და ჩემით ვერ ვჭამ. ანუ კოუზით თუ ვიღაცამ ისა, ხო და აი ალბათ მაკა, რა თქმა უნდა არ მოწევს რომ მაკა არ მაჭრობს ხელით. გონია რომ ესე იგი დედისთვის ვინ არის რძალი? არის ვინც დედას ჩაანაცვლებს, ხო დაკვირვები ხარ, რატო არის ასეთი აქტიური დედა, როცა ბიჭს მოყავს ცოლი, იმიტომ რომ თავის თავს ეძებს, ჩამნაცვლებელს ეძებს, იმიტომ რომ ბიჭი ახლა რა უნდა იყოს, თელი ცხოვრება უნდა იყოს წამოწოლილი და ვიღაცა ხალი დედის ნაცვლად ვინც იქნება, ცოლი ერქმო თუ რა ერქმო, იმა უნდა ურეცხო, საჭმელი გაუკეთოს და ბარემ ესე იგი კაბაპირი გააყიდა. ამიტომ ეხლა არ მეუნება ხომ, მაგრამ ხო გძნობ ამას, რომ ესე იგი მაკარა ხა ასე არ მომადგება ხომ, კოუზით დედაჩემს არ მოწონს და გონია რომ სუმშიერი ვარ. არა დედა არა ვარ შენ და რომ მივდივარ სახში, მოდი გაჭმე, ხო იცით ეს მარადული. აი რომ მივდივარ, აი რამდენჯერაც ახლა წარმოვიდეს რამდენჯერ მომხდარა ამ ბავშვები. ისე რამდენჯერ მომხდარა ამ ბავშვები. რო შევდივარ ხელების დასაბანად, აუცილებლად მიკაკუნებს და მეუნება რომ საპონი წაისვი. და ეს რას ნიშნავს, რომ დედაჩემი დარწმუნებული რომ თუნდაც ბავშვობაში პატარა რო ვიყავ 5 წელს და 4 წელს მეზარებოდა ხოლმე სამი და ესე ვაკეთებდი უცაცუნელი. დარწმუნებული რომ ეხლაც აი ამ ასაკში საუკუნეს რო გადავაბიჯი, ახლაც ასე უცაცუნებ და საპონს არ ვხმავ. ანუ მე არ ვიზდები, ისევ პატარა ვარ რა. ანუ ეს არის მარადიული ისა პრობლემა. ეხლა ხო ტყუილი იყო რომ მთელი საბჭოთა პერიოდში 70 წლის მანძილზე ჩვენ ყოფილიყავით ყველანი მთელი ქვეყანა ათეისტები, ხო ოფიციალურად ათეისტური ქვეყანა იყო საბჭოთა. და ასეთივე ტყული აღმოჩნდა რომ მე ესე იგი დაიშალა საბჭოთა კავშირი ერთ დღეს გამოუცხადეს აღარ არსებობს და უცებ ჩვენ ყველანი აღმოჩნდით მორწმუნეები, ხო აი მარტივი მაგალითია რომ ესე იგი დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა ოფიციალურადაც ესე იგი გამოთვლებითაც სტატისტიკურადაც რომ ამდენი ადამიანი და ამის დანახვაც ადვილი ესე იგი დათვლაც არ უნდა რომ ჩვენი ეკლესიები სავსეა ადამიანებით. და ეს ხალხი ჩვენ ყველანი მართლა მორწმუნეები ვიყოთ, მაშინ ჩვენ ქვეყანაში დანაშაული არ უნდა ხდებოდეს, ბოროტება არ უნდა იყოს, არიან კრიმინალი არ უნდა არსებობდეს, ერთმანეთს არ უნდა ულანძღავდეთ და Facebook-ში არ უნდა ხდებოდეს ის რაც ხდება, ამდენი სიძულვილი არ უნდა იყოს ყველაფერს თავიდან. მართლა რომ ჩვენ რო ვიყოთ მორწმუნეები, ანუ თავს ვიტყუებთ, ხო გესმით რას? ანუ ისე მიგვაჩვიეს ამას ერთი და იგივეა შენ ამ დროს რომელ ტყულში იცხოვრებს, ათეისტურ ტყულში თუ ესა რა ქვია, ფსევდო ეკლესიურ ტყულში, ხო გესმით რას? იმიტომ რომ მორწმუნე ჩემთვის ყველა პატივსაცემია, მაგრამ ფარისეველი და აფერისტი არ მომწონს. გესმით, ამის ესე იგი არ მინდა რომ ამას შევჩვი. ეს არის ჩვენთვის პრობლემა, რომ ესე იგი ჩვენ ევროკავშირში როდის მიგვიღებენ არ ვიცით, ხო? არ ვიცით. მაგრამ ჩვენ მანამდე შეგვიძლია შევიდეთ ევროკავშირში. ანუ რა არის ევროკავშირის სინამდვილეში, ხო? ამისაგან განთავისუფლება, ტყუილებისაგან განთავისუფლება. ესე იგი ჩვენ თუ მხოლოდ სადღეგრძელოების ამარად დავრჩებით, ესე იგი ეს კიდევ იმის ნიშანია, რომ ვიტყუებით. რომ ესე იგი აბა ქალები და ხო გასვათ, რომ როგორ იყო ბავშვობაში, როგორ იყო ეს აი უფროსებს ემახსოვრებათ, რომ მოყა ეს როგორი ტყული იყო, რომ ისა ესე იგი მამებს მოყავდათ ხოლმე არა მარტო მეგობრები და ახლობლები შუაღამისას 3 საათზე, არამედ აი გზაში ვინ შეხვდებოდათ ისინიც. თვალები მოვიდონ და დედას გააღვიძებდნენ ისა 3 საათზე შუაღამისას და ქვილში აი სულ ქვილში იყო და მარტო ერთ სადღეგრძელოს დროს ეძახდნენ ხოლმე რომ ისა რა ქვია. დიასახლის გზა გამოიყვანდნენ და აბა დიდი მადლობა ესე ქვილით სულ დიდი მე უკან გაუშვდნენ სამზრომში და ეს დინამდე გრძელდებოდა. მე მყავს მეგობარი ხო გესმით, ანუ ეს სულ მახსოვს ეს ისა რა ქვია. ეს გარემო, სადაც გაჩვევენ რა, ხა ვეჩვეოდით რა, მივეჩვეთ ამ ტყუს. ხო და მახსოვს, აი, მე მყავს მეგობარი, რომელიც მაგალითად არ ერიდება სუფრებს, ეშინია, სუფრის პანიკური შიში აქვს და საიდან გაუჩნდა ეს შიში, იცით რომ
აი ესეც პირდაპირ კავშირში ამ ინფანტილიზმთან რა რომ ბავშვი არ იზრდება, ესე ქართული ბავშვი არ იზრდებოდა რა მშობლისთვის, მშობელი გააკეთებდა ყველაფერს და ესე იგი გამოყავდათ ხოლმე ბავშვი, ეს ჩემი მეგობარი გამოყავდათ ხოლმე, ესე დედას რო გააგვიძებდნენ, ესე მე ბავშვი მძინარე, აბა და გამოყავდათ ხოლმე და ეუნებოდნენ აჩვენე ბიზიებს კუტუს, სტუმრებს რა. ან პასპორტს ეძახდნენ, ორი ის იყო ხოლმე, პასპორტს ეძახდნენ, გასაგებია უფრო ესე იგი აი ვინც ოცნებობდა რომ საქართველოს დამოუკიდებელი ყოფილიყო, ესე იგი იდენტიფიკაცია მარტო ამასთან იყო დაკავშირებული და პასპორტები ხო პასპორტები ხო არ ქონდა ჩვენ. ანუ პასპორტი იყო ამის ჩამნაცვლებელი და აბა აჩვენე ბიზიებს კუტუ და გამოყავდათ ხოლმე ეს ბძინარე ბავშვი და ხო და მაგრამ მამისთვის ხო არ იზრდებოდა და შიშები რატო აქვს იცი ამ ჩემ მეგობარს გვართან დავასაკი. ხო მამისთვის ხო არ იზრდება ისა რა ქვია. არ იზრდებოდა ეს ბავშვი და ერთხელაც უკვე ხო იცი გააღვიძა რო გამოვიდა აღარ იყო ის კუტუ და აბა აჩვენე ხა სტუმრებს და შოქსი ჩავარდნენ იმიტომ რომ გაიზარდა ბავშვი და სტუმრებიან მას ყველამ შოკი მიიღო და ვერ წარმოედგინა. ეხაც ასე ხდება ეს გრძელდება რომ მშობლებს ვერ წარმოუდგენთ რომ ჩვენ ვიზდებით და ჩვენი შვილებიც იზრდებიან. დიდი მადლობა მოკლედ გამიგზელდა. ძალიან საათი დაფუჭდა.